პრემიერ-მინისტრი ჩინეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებულ ქალ მოჭადრაკეებს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცა და წარმატება მიულოცა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა ჩინეთში გუნდური მსოფლიო ჩემპიონატი მოთხოვნილება, რომ თავის ქვეყნისათვის რაღაც გააკეთოს, ძალიან მნიშვნელოვანი არის. ეს არის მართლაც საამაყო და თქვენ კიდევ ერთხელ დაგვიდასტურეთ და დავუმტკიცეთ მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენ ყავს გამორჩეულად ნიჭიერი ქალბატონები. ყოველთვის საუბარი მიდის იმაზე, რომ რითი გამოირჩევა, ასე ვთქვათ, ქართველი ერი და მართლაც ერთ-ერთი სფერო, რაშიც მართლაც ვართ განსაკუთრებულად წარმატებულები, ეს არის სწორედ სპორტის სახეობა. ჭადრაკი. ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა, ჭადრაკის ფედერაციად, სპორტული სამყაროც, უარყოფს პერიოდში უმნიშვნელოვანესი ტურნირები გველოდება და დარწმუნებული ვარ, რომ ის ცდელობა, რაც ერთობლივად არის მთავრობის მხრიდანაც და ჭადრაკის ფედერაციად გამოიღებს შედეგს. მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა ქალაქ ჩენგდუში. ჩვენ გავიმარჯვეთ, პირველი ადგილი მოვიპოვეთ გუნდურ ჩემპიონატში. ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა პრემიერის ყურადღება, რაც დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მათ მთელი გუნდის სახელით.